წელი ყოველთვის რაღაც სიახლის მოლოდინის წელია, თუმცა მანამ სანამ სიახლის დაგეგმავ და სიახლის იმედები გაქვს, მანამ ანალიზი უნდა გავუკეთო იმ განვლილ პერიოდს, რაც იყო თუნდაც 2024 წლის განმავლობაში. საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, ძალიან ბევრი, ჩვენი მთავარი მიზანი არის ბევრი კმაყოფილი პაციენტი და მინდა გითხრათ, რომ 24 წელს საკმაოდ მაღალი იყო მომართვიანობა პაციენტების მხრიდან, ასე რომ ვაკეთებთ იმის ანალიზსაც, რამდენად კმაყოფილები არიან პაციენტები, ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ თხოვნას, მათ სურვილებს და ძალიან ხშირად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღია მათგან და გავვითვალისწინებია. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო და ასევე დიდი იმედებით და მოლოდინით ხვდებით 2025 წელს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ახალი წლის სამზადისს, ახალ წელს თავისი სიხარული მაინც ახლავს, ახალ წელს თავისი მოლოდინები მაინც ახლავს. ყველაზე კარგად მახსენდება ის წლები, როდესაც მთელი ოჯახი ერთად ხვდებოდით. ძალიან განსაკუთრებით მახსენდება სვანეთში შევხვდით ერთხელ ახალ წელს. მოვიკითხეთ, სად იყო თოვლი და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მესტიაში იყო თოვლი. ის ძალიან ახლობელი ოჯახი არის ჩვენი და მათთან ჩავედით სტუმრად, თავის სასტუმროც ჰქონდათ. აქვთ და იქ შევხვდით ახალ წელს და განსაკუთრებულად მახსენდება ის ახალი წელი. თან მთელი ოჯახის სრული შემადგენლობით ვიყავით მაშინ და ეს განსაკუთრებული მოგონება დამჭა ეს ახალი წელი. ეს ნაძვისხეც ამ პატარას ეძღვნება, ჩემს შვილიშვილს ეძღვნება. დენა ნაძვისხის გარეშე ნამდვილად ვერ შეხვდება ახალ წელს და მას ძალიან უხარია. მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი ახალგაზრდები ყავს და ულოცავ ნამდვილად ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს პაციენტებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ულოცავ ახალ წელს, უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და იმედები, ის იმედები, რაც გვაქვს 2025 წელს, ის იმედები აღსრულებოდეს, ყველას ჯანმრთელობას უსურვებ და ყველას ბედნიერ მომავალს უსურვებ. შემოგე. Ყველას გილოცავ ახალ წელს.